მოდით ახლა წავიდეთ დიდუბეში და გაჩვენებთ სად ვყიდულობ მცენარეებისთვის საჭირო ყველა პრეპარატს. მაღაზიის მეპატრონი აღმოჩნდა დედოფლის წყაროელი, საკმაოდ კარგ ხანს ვისაუბრეთ, გამიწია გულწრფელი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა თქვენს ყოველთვის დაგეხმარებათ პრეპარატების შერჩევაში. დავბრუნდი სახლში და მოდი ახლა ვნახოთ რა შევიძინეთ. ეს არის პერლიტი, ეს არის პირი, ეს მინდა ხილისთვის. კიდევ აი ასეთი შესაღები ასე იღებება, უნდა გაიხსნას ემულსიაში და ერევა ცოტა მდინარის სილა. ემულსია იმიტომ უნდა რომ კარგად მიეკრას მცენარეს, ძალიან კარგი ხილი გვაქვს ჩაყრილი, მაგრამ ვერ ისრულებს ნაყოფს. სულ უჭიანდება და სულ უფუჭდება, უკვე რომ უნდა დამწიფდეს მაგ დროს და მითხრა რომ ამისთვის ეს კარგია და რადგან ეს ცოტა შეიძლება არ მეყოს მეთქი და კირი დავიმატე. შემდეგი არის ბორდო, რომელიც უნდა გამოვიყენო ვარდებზე. ცოტა მინდები რომ გამოვა შესაწამლად. შემდეგი არის სასუქი, ეს არის კალიუმიანი სასუქი, რომელიც ეხმარება ყვავილებს ყვავებაში. დაახლოებით არის 1 კილოგრამი. ბოლოს არის აი ეს ტეკამერაიზი, რომელიც ეხმარება კალამს ფესვის სტიმულაციაში, ასევე ახალი გადარგული მცენარეებისთვის არის კარგი სიდამპლის საწინააღმდეგო და ფესვის მოძლიერებისთვის. ამას ვიყენებ უკვე რამდენი ხანია და ძალიან კმაყოფილი ვარ. იყო პერიოდი, როდესაც არანაირ ვიტამინს და არანაირ მას არ ვიყენებდი ხოლმე სასუქებს. მეგონა რომ ძალიან კარგს უკეთებდი მცენარეებს, რაღაც მომენტში მართლაც კარგი არის. დამოკიდებული რომ არ არის ვიტამინებზე, თუმცა ბოლო პერიოდში რადგან ხშირად ვიყენებ ტორფს და საჭიროება მოითხოვა რომ ტორფი გამოვიყენო, რაღაცა სახით უნდა მიეწოდოს ვიტამინი, რომ მარტო გამოფიტული ტორფიდან ვერაფერ ვიტამინს ვერ მიიღებს. ამ ყველაფერში გადავიხადე 90 ლარი.